მოგესალმებით, მე ვარ ლადო სვანაძე. ისე ხვდებით ჩვენ ერთმანეთს გადაცემაში CyberTalk-ი 15 მინუტ CyberTalk 95.5 FM 95.5-ზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის საკმაოდ ასე ვთქვათ აქტუალური და ისედაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას. ეს არის კიბერუსაფრთხოება როგორც რეგიონალური მიდგომები, ისე არსებული გამოწვევები. თუ რა მიდგომებია რეგიონალური მიდგომები, რა ხდება მიმართულებით და რა არსებული გამოწვევები ის წინაშე დგას ზოგადად რეგიონი და ზოგადად კონკრეტულად კი ჩვენი ქვეყანა. ამის შესახებ გვესაუბრება ჩვენი სტუმარი ხალბადონი ხათუნა ბულკაძე, რომელიც არის GeoCase-ის მკვლევარი, პროფესორი. დიდი მადლობა ხათუნა მობრძანებისათვის, რო გამონახეთ და მობრძანით ჩვენთან. დავიწყოთ იმით, რომ ამასთან იყო შეხვედრა იყო თქვათ ნატოსთან მიმართებაში, რომელიც აპირებს თქვათ რეგიონში შავ ზღვას რაღაც განავითაროს თავის თქვათ პოტენციალი იქნება თუ რაც იქნება. ასევე საუბარია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ამ მდგომარეობაში თქვათ რა სიტუაცია და რა მიდგომებია ზოგადად ნატოს რეგიონში თქვათ ამ მიმართულებით. კიბერუსაფრთხოება იქნება ეს თუ ჰიბრიდული ომის მიმართულებით ზოგადად. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ მეცა შესაძლებლობა დღეს ვისაუბრო ამ ძალიან აქტუალური თემების შესახებ. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. რაც შეეხება ნატოს მიდგომას, მოგეხსენებათ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხედვა არის ძალიან მკაფიო. ეს ხედვა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეიმუშავა მას შემდეგ, რაც ესტონეთი გახდა სამიზნე კიბერშეტევების. მოგეხსენებათ საუბარია 2007 წელზე, როდესაც ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელდა კიბერშეტევები და ეს გახდა შემდგომ საფუძველი იმისა, რომ უკვე 2008 წლიდან ნატო იწყებს ფიქრს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მეტიც ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს ვარშავის სამიტზე ნატომ კიბერსივრცე გამოაცხადა როგორც ოპერაციების წარმოების დომეინი, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტიური თავდაცვის ისტორიული პრინციპი შეიცვალა და ის ორიენტირებული არა მხოლოდ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე, არამედ ის დღეს ორიენტირებულია კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. რაც შეეხება ნატო საქართველოს კონტექსტში კიბერუსაფრთხოების თემას, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ერთობლივი წვნები, სავარჯიშოები, არაერთი ინიციატივა იმისათვის, რომ ნატოსა და საქართველოს დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთოს კიბერუსაფრთხოების თემატიკა. მეტიც საქართველოს თავდაცვის კიბერუსაფრთხოების ბიურო გახდა ნატოს გონივრული თავდაცვის პროექტის ფარგლებში მრავალეროვნული პლატფორმის წევრი, რომლის ამოცანა არის დროულად მოხდეს როგორც წევრი, ისევე პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლა კიბერშეტევების შესახებ, რაც ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ ამ გამოწვევას. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. ჰიბრიდული ომთან დაკავშირებით ძალიან ვთქვათ პოპულარული თემა არის, ზოგადად და პოპულარული თემაა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან აქტუალური თემა გახდა უკვე დაახლოებით 2008 წელს ჩვენ თემაზე ვილაპარაკოთ და განსაკუთრებულად უკვე ესეთი ვთქვათ მძაფრი ხასიათი მიიღო 2014 წელს, როდესაც რუსეთ უკრაინას შორის დაპირისპირების დროს. ფაქტობრივად, აი მე ჰიბრიდული ომის ნაწილია, ფაქტობრივად შემადგენელი ნაწილია ეს კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული ომის წარმოება, დეзинფორმაცია, პროპაგანდა და აი მიმართულებით. აი მიმართულებით ვთქვათ რა შეიძლება ვთქვათ რა გამოწვევებს წინაშე შეიძლება დადგეს საქართველოს ამ მიმართულებით და თქვათ ზოგადად რეგიონში საკითხი. მადლობა ამ კითხვისთვის. ის რომ ჩვენ სამწუხაროდ არაერთგზის აღმოჩნდით სამიზნე კიბერშეტევების მიანიშნებს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოება. განსაკუთრებით 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა და 2020 წლის 1 სექტემბერს განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ამ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ჯანდაცვის სოციალური სამინისტროს კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას, მათ შორის საუბარი არის ამ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიაზე, კიბერშეტევების განხორციელებაზე. ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ბუნებრივია, როდესაც მსგავსი ტიპის კიბერშეტევები ხორციელდება, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტად ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება ამ მიმართულებით და თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება
იზრდება დეზინფორმაციის შედეგად, კიბერინციდენტების შედეგად ზიანი მიადგეს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, აუცილებელი არის ერთიანი სისტემური ხედვის ჩამოყალიბება სწორედ ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეზინფორმაციაც, კიბერინციდენტებიც და სხვა მსგავსი ტიპის გამოწვევები ერთიანდება ჰიბრიდული საფრთხეების ქოლგის ქვეშ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება ერთიანი სტრატეგია, რომელიც იქნება ორიენტირებული სამკომპონენტიან მექანიზმზე. პირველი ეს არის მომზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მექანიზმები იმისათვის, რომ დროულად მოვიპოვოთ მონაცემები ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, მათ შორის კიბერსაფრთხეების შესახებ და ამ შესაბამისი მონაცემებით აღჭროთ გადაწყვეტილებების მიმღებები. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ეს არის ბუნებრივია შეკავება, რაც გულისხმობს, რომ ამ საფრთხეების დესტრუქციული ელემენტების თავიდან, ვთქვათ, ასაცილებლად პრევენციისთვის გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები და ბოლოს თუ შეკავების პოლიტიკა ვერ გაამართლა, ამ შემთხვევაში გავაძლიეროთ მყისიერი რეაგირების საშუალებები. ძალიან კაი, ანუ სტრატეგია როგორც გქონდეთ საქართველოს ჯერჯერობით ჰიბრიდული ომის რაღაც გარკვეული რაღაც სტრატეგია ჩანასახად დროინზე სამუშაო ჯგუფის შესახებ ჯერჯერობით როგორც არ არის, ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს, რა ვთქვათ, რაზეც ისაუბრეთ ის სამი კომპონენტთან მიმართებაში. რაც შეეხება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მოგეხსენებათ სულ ახლახან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა კიბერუსაფრთხოების ფორუმი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოება და ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი იქმედითი ნაბიჯები გადაითქმება იმისათვის, რომ კიბერუსაფრთხოება გავაძლიეროთ. თუმცა აქვე, როდესაც მე ვსაუბრობ სისტემურ ხედვაზე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის თვალსაზრისით, გულისხმობ იმას, რომ ჩვენ შევიმუშაოთ ერთიანი ხედვა სტრატეგიულ დონეზე, როგორ ვებრძვით მთლიანობაში ჰიბრიდულ საფრთხეებს. იქნება ეს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, კიბერინციდენტები თუ კიბერშეტევები. აი დეზინფორმაცია პროპაგანდასთან დაკავშირებით. ამასთან იყო რაც ღონისძიებაზე მომიწია ყოფნა ონლაინ რა თქმა უნდა სამწუხაროდ და იქ იყო ესეთი საუბარი რომ თქვა ანუ საქართველოს არის ასე თქვა სამიზნე სწორედ დეზინფორმაცია პროპაგანდის მიმართულებით და გარკვეულწილად ფეიქ ნიუსების მიმართულებით მით საქართველოს თუ აწარმოებს თუნდა აწარმოებდეს ასე თქვა იქით ამიტომ რომ უკრაინას მაგალითად 2014 წლის შემდეგ საკმაოდ საინტერესო გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით და ფაქტობრივად სამინისტრო წლის შექმნეს დაახლოებით სამინისტრო დიდი სამინისტრო არის მაგრამ შექმნეს სამინისტრო რომელიც თქვა მუშაობს ওই დეზინფორმაციის მიმართულებით და ისინი პირდაპირ იძახიან ჩვენ მარტო თავდაცვით იმაზე ვართ ამ დეზინფორმაცია რამეთ ასევე იქ დამხრეთაც ბჭყალებში უტევთ თქვა ჩვენი დეზინფორმაციის კუთხითაც ანუ საქართველოს ამ მიმართულებით თუ შეუძლიათ ამის გაკეთება თქვა რამდენად თქვა მორალურია მე ასე ვიტყოდი ამის წამოწევა ამ თემის წამოწევა ქვეყანაში ძალიან რთული ამ შემთხვევაში კონკრეტული პასუხის გაცემა. ეს დამოკიდებული არის იმაზე, თქვათ კონკრეტულად რა ტიპის კონიუნქტურა გვაქვს, კონკრეტული თქვათ მოცემულობა, რას ვკარნახოს. თუმცა მე მაინც, როდესაც ვსაუბრობ კიბერუსაფრთხოებაზე, გამოვყოფდი უფრო პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერებას, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვექნება უფრო თქვათ ქმედითი შეკავების პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ის მოსალოდნელი დესტრუქციული თქვათ შედეგები, რაც შეიძლება ახლდეს ამ გამოწვევებს, თავიდან ავიცილოთ და თუ ამას თავიდან ავიცილებთ, მსგავსი საჭიროება უბრალოდ არ გაჩნდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზოგადად სისტემური ხედვა უნდა იყოს დაფუძნებული სამ კომპონენტზე, იქნება ეს განსაკუთრებით მზადების კომპონენტს გამოვყოფთ და სწორედ შეკავების კომპონენტს ამ კონტექსტში. მეგე თქვენ ახსენეთ სისტემური მიდგომა. ანუ რაც გულისხმობს ასევე ქვეყანაში რაღაცა გარკვეულწილად რაღაცა ანუ სტრუქტურა იქნება ეს იქნება თუ რაც ორგანო იქნება რომელიც თქვა გარკვეულწილად კოორდინაციას გაუწევს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო პროცესს ანუ მუშაობას თქვა. არსებობს ქვეყანაში ეროვნული საფრთხეების საბჭო, თუმცა მისი ქოლგის ქვეშ ჯერჯერობით არ არის ეთქობა შექმნა რაც ეს მიმართულება ეს აქტიურად არ მუშაობს. აი სტრუქტურულ მოწყობაზე რო ვისაუბროთ ქვეყანაში, აი როგორ უნდა იყოს კიბერუსაფრთხოება ზოგადად პატარა რეკომენდაციის სახითაც რო თქვა
გავცეთ ეს ასე ვთქვათ, ხო, ეს რეკომენდაციას რო გავცეთ, როგორ უნდა იყოს, სად უნდა იყოს ესა, უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან თან აფილირებული და აპარატთან აფილირებული თუ რაღაც ცალკე ორგანო უნდა იყოს, ვთქვათ, რაღაცა უფრო ვთქვათ, როგორც ვთქვათ, კომუნიკაციის კომისია შექმნით, რაღაც გარკვეული სტატუსის მატარებელი უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს თქვენი აზრით როგორია? როცა ჩვენ ვსაუბრობთ სტრუქტურულ რეფორმაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აერთიანებს პრაქტიკულად ყველა იმ მოთამაშეს, ყველა იმ სამთავრობო უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ჰიბრიდულ გამოწვევებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შესაძლებელია და არა თუ შესაძლებელია კანონმდებლობიდან გამომდინარე ხორციელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოლგის ქვეშ და მოგეხსენებათ ეს საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კოორდინაცია გაგრძელდება და განსაკუთრებით ეს კოორდინაცია კიდევ უფრო ქმედით იქნება მას შემდეგ, როცა ჩვენ უკვე მივიღებთ კიბერუსაფრთხოების კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ჩემი აზრით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაზე, კიბერუსაფრთხოების სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს. პირველი, აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების განხორციელება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. მეორე უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ჰიბრიდულ გამოწვევებზე, მათ შორის კიბერსაფრთხეებზე, ამ უწყებებში გავაძლიეროთ ანალიტიკური ჯგუფები, რაც აი მზადების კომპონენტს პრაქტიკაში კიდევ უფრო ქმედიც გახდის. მესამე, აუცილებელია გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკელებთან, ესტონელებთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი სიხშირით განვახორციელოთ უკვე სიტუაციურ სცენარებზე ორიენტირებული კიბერსავარჯიშოები. მეოთხე, ადამიანური კაპიტალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩავრთოთ უნივერსიტეტები, იმისათვის, რომ იქნება ეს საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო თუ სადოქტორო, თქვათ ხვალ ამ პროგრამების მეშვეობით გვყავდეს სპეციალისტები, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს დეფიციტი ამ კუთხით და ეს უკვე უკანახობს იმას, რომ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. მეხუთე ნიშნავს იმას, რომ უნდა გქონდეს კოორდინაცია ძლიერი არა მხოლოდ სამთავრობო უწყებების დონეზე, არამედ საჯარო და კერძო უწყებების დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ კიბერუსაფრთხოების მუდმივ მოქმედი პლატფორმის შექმნის პროცესი, სადაც თანაბრად ჩავრთავთ ორივე აქტორს. და ბოლოს, რა თქმა უნდა, კიბერმედიკობისთვის აუცილებელია საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, იმისათვის, რომ ჩვენ ავამახვილოთ ცნობადობა კიბერსაფრთხეების შესახებ. ძალიან კარგი. თქვენ ფაქტობრივად ჩამოაყალიბეთ ძალიან კარგად, თქვა როგორ უნდა იყოს საქართველოში კიბერუსაფრთხოების ასე ვთქვათ სტრუქტურა, ასე ვთქვათ. ძალიან შეეხეთ დასაინტერესო დაღნიშნეთ ეს ფაქტი და გეთახმებით ამაში აბსოლუტურად რომ სპეციალისტების ნაკლებობაა ზოგადად. არა მარტო საქართველოს ზოგადად მსოფლიოში წამყვან განვითარებულ ქვეყნებშიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გარკვეული ასე ვთქვათ სპეციალისტების ნაკლებობა შეინიშნებს საქართველოს განსაკუთრებით. საქართველოში არსებობს ფაქტობრივად არავითარი ვთქვათ აკადემიურ დონეზე სწავლა-განათლება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ძალიან სამწუხაროა ეს. ეს ფაქტობრივად ისე დაადაბლებს ვთქვათ განათლების განათლების მიმართულებით ამ რაღაც ასევე არ არის ცნობიერების ამაღლებაზე. მე მგონი აუცილებელია ამ მიმართულებით რაღაცა გარკვეული წილად რაღაცა იყოს. და ძალიან აუცილებელია მე დავამატებდი ინფორმაციის გაცვლას პარტნიორ ქვეყნებთანაც ესე. ფაქტობრივად ხო? ეს პარტნიორები სტრატეგიული პარტნიორ ქვეყნებთან ვინც მოიაზრება თქვენ იმაში. ანუ თქვენ მაინც ფიქრობთ რომ ეს ორგანო რაც არის თქვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აუცილებელია შეგეთ იყოს ეს შეყვანილი კიბერუსაფრთხოების მიმართულება და რომელიც თქვა პასუხისმგებელი იქნება ამ კოორდინაციაზე და ასე თქვა ყველაფერ ამაზე ქვეყანაში. დიახ, თავისთავად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აქვს ეს კომპეტენცია და ეს თქვა შემადგენლობა საბჭოსი და კომპეტენცია იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ მისი კოლგის ქვეშ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენ კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავაძლიეროთ კოორდინაცია სამთავრობო უწყებების დონეზე. თუმცა რო იქნება უსაფრთხოების საბჭო რო იქნებოდა, მაშინ ისეთი საუბარი იყო თქოს კიბერუსაფრთხოებაზე არაფერი საუბარი არ იყო იქო და საერთოდ რაღაცა და ეხლა ძალიან კარგია რომ თქვა კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა სწორედ საბჭოსაც თქვა ორგანიზებით და მათი კოლგის ქვეშ და იმედია მომავალში იქნებათ ასე ვთქვათ მეტი აქტიურობები უფრო და უფრო. ჩვენ დიდი მადლობა ხალხო, ჩვენ დროებით გავვათ რეკლამაზე, დავბრუნდებით ისე ამ საინტერესო თემებით. მადლობა რეკლამად.
რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ახალი ფასი ავტოასისტისგან. გთავაზობთ ყველა სახის ავტომობილის ევაკუაციას. თბილისის მასშტაბით 40 ლარად, ხოლო სკუტერის ევაკუაციას 20 ლარად. ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები გაგიწევენ დროულ და კვალიფიციურ ტექნიკურ დახმარებას. აკუმულატორის დამუხტვა, საწვავის მიწოდება, ჩაკეტილი მანქანის გაღება, საბურავის გამოცვლა და ბერვა და შეკეთება. თქვენი სიმშვიდისთვის კი ავტომობილის დაზღვევა, ტრანსპორტირებისას კი GPS კონტროლი. დაგვირეკე 2-12-10-10 ან 595-66-10-10. ავტოასისტი. ვმუშაობთ 24/7-ზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველ შაბათ-კვირას მხოლოდ ლიდერბეტი გთავაზობთ ყველაზე მრავალფეროვან აქციებს სპორტში, სლოტებში და კაზინოს თამაშებში. გაატარე შაბათ-კვირა ლიდერბეტზე და მიიღე უამრავი ფრიბეთები, ფრისპინები და ექსკლუზიური ბონუსები ფასდაკლებით. ლიდერბეტზე შაბათ-კვირა ყველაზე მომგებიანია. ლიდერბეტი, ლიდერი ინტერნეტ სივრცეში. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბაზის ბანკი წარმოგიდგენთ გადაცემას ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. ყოველ სამშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე. ლევან ქისტაურთან ერთად. კითხვები, რომლებიც არსებობს და პასუხები, რომლებიც ქმნის თქვენს ცხოვრებას. ეკონომისტის დრო. რადიო კომერსანტზე. FM 95.5. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. ბეჟან ზაქაძე, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარად. ერთად საქართველოს წარმატებისთვის. ქართული ოცნება 41. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cybertalks. მოგესალმებით ისევ, ეთერში ვართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არის, საინტერესო თემა არის, მინდა გითხრათ, ეს არის კიბერუსაფრთხოება ისევ და ისევ, აქტუალური თემა ყველასათვის და კიბერუსაფრთხოება რეგიონალური მიდგომები და არსებული გამოწვევები. ჩვენი სტუმარი არის შეგახსენებთ ქალბატონი ხალხმონა ბურგაძე, ორგანიზაცია GeoCase-ის მკვლევარი, პროფესორი და შემოგვიერთდა ასევე ბატონი გიორგი გურგეინძე, საქართველოს ინფორმაციული საფრთხეების ასოციაციის პრეზიდენტი. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გამონახეთ რომ მოგზაინდ. ჩვენ საუბრობთ აქა ჰიბრიდული ომის მიმართულებით, რომ კიბერუსაფრთხოებაა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თქვათ საუბრობთ ასევე ნატოს მიდგომებზე საქართველოს მიმართებაში და ძალიან საინტერესო იყო საუბარი ასევე საქართველოში კიბერუსაფრთხოების ზოგადად სტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით. ქალბატონ ხალხმონას ჰქონდა თავისი შეხედულება ამ მიმართულებით და საკმაოდ კარგად და კაფეოთ ჩამოაყალიბა ეს ყველაფერი. ბატონ გიორგი, თქვენთან გადმოვა მას შეკეთეთ, თქვენ რას ვთქვათ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ზოგადად სტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, ვთქვათ. კი ბატონო, ამას ყველაფერს შეიძლება კოორდინაცია, ჩვენ აღარც ვისაუბრია ამის მიმართულებით. კი ბატონო, პრინციპში ძალიან აქტიური წელია იმ კუთხით, რომ ეს 9 წლის წინ მიღებული კანონის განახლებაზეა შესული პარლამენტში, ასევე სტრატეგია 2 წელი არ გვაქვს და UK გვეხმარება დიდი ბრიტანეთი და ეს ახალი სტრატეგიის დრაფტიც არსებობს. და მე ძალიან ბევრი აზრი მოვისმინე, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც იანვარში პოლონეთის საელჩოში გაიმართა შეხვედრა, სადაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ, რომ მათ გაგუზიარეს თავის ხედვა და გამოცდილება. მეორეა ვთქვათ, რაც გვეუბნებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენი პარტნიორები და კონკრეტულად კიბერუსაფრთხოების სპეციფიკის მქონე ხალხი. მესამეა ვთქვათ, რა არის იქ UK-ში, რის ქვეშ არის მოწყობა ეს დაზვერვის სამსახური იქნება თუ ასე შემდეგ, იქ ამერიკაში თავის Homeland Security, მაგრამ ჩემი აზრით მე რასაც უყურებ და ბოლო 10 წელიწადს რო გადავხედოთ, აქ უფრო რაღაც სხვა სახის პრობლემაა, რაღაცა პოლიტიკური მხარდაჭერის და ნების პრობლემა უფრო ვიდრე ის რომ სად იქნება. მოვისმენთ თქვა აზრი რომ შეიძლება უკეთესია იყოს სუსში რაღაცა ოტოს ქვეშ, იქ დეას, DGA-ს რაც არის ციფრული განვითარების სააგენტოს დაუტოვებს თქვა ბანკები და სხვა მანდატი მისცეს ამ კატეგორიზაციის დაყოფაზე, მაგრამ არის მაგალითები რომ გავანალიზოთ რაღაცა გლობალურად შევხედოთ სურათი, სადაც არის ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ კიბერუსაფრთხოება და მოწოდების სიმაღლეზეა და ძალიან ძლიერია. იგივე UK მაგალითი რომ თქვა იქ GCHQ-ს ქვეშ არის რაღაცა დიდი ძალა, ჩვენთვის არ გამოდგება იმ კუთხით რომ პირდაპირ გადმოვაკოპიროთ და თქვა რომ ჩვენთანაც უნდა იყოს მაინც და მაინც უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ. თუმცა მე იმასაც არ ვამბობ რომ მეორე მხრივ
მაინც უნდა დავტოვოთ იუსტიციაში, ხო? პირველ რიგში გეთანხმებით, ზოგან თქვენ საუბრობდით, რომ აკოორდინირებული ორგანო არ არის, ვინც არის, მაგრამ არ აქვს ის მანდატი და ის ძალა და თქვათ ის გადაწყვეტილება არ ხედავთ, რომ ის მუშაობს და კოორდინაციო სამუშაოს ეწევა ბოლო წლების განმავლობაში და მეორე თქვათ იმაზეც იყო საუბარი სხვა შორის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომ ხوار შეიქმნას ორგანო, როგორც არის თქვათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პერსონალთან დაცვა პირდაპირ პრემიერის ქვეშ, ამაზეც იყო საუბარი, მაგრამ თუ ამ სამსახურს სადაც არ უნდა იყოს სტრუქტურულად, არ იქნება პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს ერთი, მეორე არ იქნება თქვა დაკომპლექტებული ძლიერი პროფესიონალებით და მეორე მხრივ არ იქნება თქვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა განსაზღვრული, ვისაც უნდა მიხედოს ამ სააგენტომ, ხო? აზრი არ აქვს, მაშინ დეაც არსებობდა, იყო ეს კანონი, თავისი 39 სუბიექტით, იქ არ იყო აღსრულების მექანიზმი და ამ შემდეგ არ იმუშავა. ანუ ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით შემდეგია, რომ კი ბატონო, კარგია ცვლილება, კარგია განახლება, რომ მიძინებული იყო ეს თემა, სტრატეგია გვექნება, კანონი გვექნება, თუმცა თუ ყველაფერი დარჩა ძველებურად, როგორც თქვა, ერთი მარეგულირების პირობებში იყო პრობლემები, ისევე იქნება ორი ახალი მარეგულირების პირობებში და ამან ახალი ისიც გააჩინა, ხო, კრიტიკა, თქვა იქ NGO-ვიდან და ადამიანის უფლებათა კუთხით, რომ რატომ უნდა იყოს ოტას ქვეშ და ასე შემდეგ. ნუ ჩემი კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ის, რომ უნდა იყოს თქვა და ისევე მეორე სუბიექტური, უნდა იყოს ეს თქვა National Cyber Security Center თუ რაც დაირქმევა მთავრობის ქვეშ, რაღაცა უწყება და კონკრეტულად კიბერდაზვერვის ელემენტი კონდეს სუს, კონკრეტულად კიბერდანაშაულის გამოძიების ელემენტი და cyber crime კონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თქვა ტრომბერების ამაღლების კამპანია, რაღაცა პოლიციების გამოცემა, სტანდარტიზაცია იყოს იუსტიციის ქვეშ, იყოს განათლების კომპონენტი განათლების სამინისტროში. ანუ არ არის აუცილებელი რაღაცა ის კონგლომერატების შექმნა და იქ ჭუბი ერთმანეთში DJs უფრო ძლიერი მანდატი ექნება და ბანკებს დაარეგულირებს თუ თქვა იქ ოტოს სუსის ქვეშ და ასე შემდეგ. ნუ მე ასე დავყოფდი და დეცენტრალიზებისკენ მიდიხარ თქვენ. უფრო და ეფექტური იქნება და იყოს ერთი ის ორგანო, რაც ამ ყველა უწყებას გაუწევდა თქვა კოორდინირებას, როცა იქნება რაღაცა საექსპერტო კრიმინალისტური ანალიზის ჩასატარებელი და ეგრეთ წოდებული ელექტრონული სამხილი ამოსაღები, არსებობს სამხარაულის ბიურო იგივე შესაძაც აქვს. ანუ თავისი დარგობრივი სპეციფიკიდან და ბატონი ირაკლის ესერში ესეთი რაღაც ქონდა კანონპროექტში სათაურში თანდართული, რომ იმისაც რომ გავაძლიეროთ თქვა ეს მიმართულება, საჭიროა რომ ყველაზე ძლიერ რაღაცა უსაფრთხოების სამსახურის ქვეშ არსებულ იმას ოტოს მიენიჭოს ეს როლიო და გავაძლიეროთ და ამ შემთხვევაში შეგვიძლია დაუტოვოთ ოტოს თქვა კიბერდაზვერვის ელემენტი კონდაზვერვისაც და დაზვერვის პლუს ამ საგარეო დაზვერვის სამსახური, ნუ რასაც ახლა საქართველოს დაზვერვის სამსახური, ისინიც არსებობენ, ხო, მათაც მივცეთ ეს საიბერ ელემენტი, გავაძლიეროთ პარტნიორების დახმარებისაც, კანონმდებლობის დონეზეც, მაგრამ რაღაცა მაკოორდინებელი ორგანო იჯდეს ზემოთ და გაუწიოს ამ ყველა სტრუქტურას თავისი მიმართულების მიხედვით. ნუ ეს ისევ და ისევ ჩემი სუბიექტური აზრია, რომელიც შემექმნა არამხოლოდ იმის ანალიზით, რომ თქვა სხვაგან როგორ არის და best practice-ი განმოვიღოთ, არამედ იმით თუ ჩვენთან რა რეალობაა, რაში და კულტურაა და გავლილი 10 წელი რას გვეუბნება. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო შეხედულება არის. ფაქტურად თქვენი აზრით ესე იგი უნდა მოხდეს დეცენტრალიზება, კლიანტის თქვა, მაგრამ რაღაცა კონკრეტული მაკოორდინირების ორგანო მაინც აუცილებელი თემა არის, რაც თქვა ქალბატონ ხატუნაც ამაზე რომ თქვა რაღაც გარკვეული მაკოორდინირებული ორგანო აუცილებელია. ქალბატონ ხატუნაც აღნიშნა ის რომ თქვა ეროვნული საფრთხეების საბჭო, რომელსაც თავისი ასე თქვა ლეგიტიმაციაც აქვს, ესე ყველაზე კარგი იქნება თუ იქნება ისე საბჭოს ქვეშ. ძალიან კარგი იყო 2010 წელს მოყოლებული, როდესაც თქვა დაიწყო კიბერსაფრთხეების განვითარება და შეიქმნა მონაცემთა გათვლის სააგენტო, შეიქმნა CERT-GOV-ი, შეიქმნა ასე მივახციეთ რაღაც განვითარების იმას დონეს. სტრატეგიები დაეძა სხვადასხვა შორის ჩვენ გამოცდილებას იზიარებდა უკვე შუა აზიის რესპუბლიკები იყო, უკრაინა იყო, ახლო აღმოსავლეთი იყო თუ ახლო ასჩენეს შემდეგ იზიარებდა ამას ყველაფერს. მე ვარ ამის მოწვევა პირადად ყოფილი ჩასული და ჩავამიყვანე აქ და ჭუბები რა გვინახები ეს როგორ გავაკეთეთ, რა გავაკეთეთ. ეხლა პირდაპირ თუ რაღაც სტაგნაციის მომენტში ვარ ამ მიმართულებით, თუმცა იმედი მაქვს რომ ისე რაღაც დონეზე ისე ავალთ და ისე რაღაცა ჩვენ სწორს ვიტყვით ამ მიმართულებით. ბოლოს რაღაც 3 მილიონი ნახევარი და პატარა ქვეყანა და ამის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. მე ისე ბატონ გეუბნებით თქვენთან გადმოვა, შეგიტყვით თუ შეიძლება. რეგიონში არსებობს ფაქტობრივად ბევრი გამოწვევები. ჩვენ რასაც თვალყურს ვადენებთ, როგორც ვადენებ, ახლა მეც რასაც ვადენებ.
თქო ძალიან ხშირია ესე თქვა კიბერშეტევები ძალიან მოიმატა კიბერშეტევების რაოდენობა რომ განსაკუთრებით უკვე ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე იქ თქვა აზერბაიჯანის სამხედრო პერსონალ მონაცემები მოიპარეს ეს დახაკეს ასე თქვა ჩვენი ნაზრი რომ თქვა მაგრამ იქით შემდეგ აზერბაიჯანმა და თურქეთის ჩაერთო ამ პროცესში და უკვე გააჩერა თქვა იქ რაღაც დაახლოებით 120 საიტი გააჩერა როგორც ნახეთ ინფორმაცია ეს გარკვეულწილად რას საფრთხეს უქმნის და რა გამოწვევებს წინაშე აყენებს ზოგადად ჩვენს ქვეყანას საქართველოს და თუ არ ჩვენ ამისათვის რაღაცად შევხვდით ამ მოწყობილებას და გავუძვით. გასაგებია რაღაც ტრანსფორმაცია, მიდის ახლა ინფორმაციული საფრთხეების კანონის ცვლილება მიდის თქვა გაერთიანდა იქა ციფრული განვითარების მმართველობის სააგენტო შეიქმნა, DGA შეიქმნა, შემდეგ მაგრამ მაინც რა გამოწვევების წინაშე გვაყენებს ჩვენს რა მიდგომებია. კი ბატონო, მე პრინციპში დაგეთანხმებით, რომ ახლა გამწვავდა გასაგებია ყარაბაღის მოვლენები, თქვა იქ რაღაც უკრაინის არჩევნების დროს და უკრაინის მოვლენების დროსაც რაღაცა მწვავდებოდა, მაგრამ ჩემი შეხედულებით და თქვა რომ გავაანალიზოთ ისევ და ისევ ის წლები რის დროსაც თქვა საქართველოს მოუწია აქტიური დაცვა და აქტიურ რეჟიმში ყოფნა თქვა შემომტევთან და ერთთან მეორე მხრივ ავიღოთ თქვა 2008 აგვისტოს ომი და ეს საიბერ ვარის კომპონენტი, თუმცა უფრო აქტიურად შემდეგ დოკუმენტირებული რაც არის გამოძიებული და თქვა ეგრეთ წოდებული ინციდენტზე რეაგირება ჩატარებული, ეს გვაქვს 2011-დან. და 2011-დან წლევანდელი, ანუ 2020-ის ჩათვლით, მე ვერ ვიტყოდი რომ ამი მან მოიმატა ან დაიკლო, იმიტომ რომ ყოველ წელს ერთის მხრივ გავლენიანი ამერიკული კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებაზე მუშაობენ, ოფიციალურად ღია რეპორტებს დებენ და მეორე მხრივ ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურები, დიდი ბრიტანეთი და ეგრეთ წოდებული Five Eye ყოველთვის დევს, რომ ეს APT28 და GRU-სთან აფილირებული დიდი ალბათობით და მაღალი კონფიდენსით რაღაცა ჩვენი შემომტევი ყოველთვის აქტიურია. ანუ ვერ ვიტყოდი რომ თქვა 2014-ში რაღაცას არ აკეთებდნენ, ან 2016-ში მეც აკეთებდნენ, იმიტომ რომ 2-3 წლის შემდეგ ვიგებთ ხოლმე რომ რაღაცა კამპანია 18-20 თვე მიდიოდა და თურმე ჩვენ არ ვიცოდით, ხო? ამიტომ მათი ჩვენი მოწინააღმდეგის და ამ შემთხვევაში მტერის სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული რაღაცა mission objective 24/7-ზე არის რომ საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტიოს და ჩვენგან რაღაც კონფიდენციალური დარღვევა იქნება და სენსიტიური ინფორმაციის გატანა თუ რაღაცა ინფრასტრუქტურის დაზიანება მათი ყოველდღიური სამუშაოა. აქედან გამომდინარე და პლუს ამას დავამატოთ ის რაც ჩვენ გვინახავს ის ოქტომბრის кейსი, ეხლა თქვა ლუგარის ლაბორატორიიდან და მინისტრის მიუწერის გატანა, ანუ ყოველთვის ეს ცოცხალი პროცესია და ისინი დილით რომ მიდიან 9-დან 6-მდე სამსახურში თუ არასამუშაო საათებში, ის ხალხი თავისი ჰიბრიდული კომპონენტი დეзинფორმაციიდან და ასე თქვა პეტერბურგის იმჯგუფებიანად ყოველთვის მუშაობენ და გვიტევენ. მე ამაზე მქონდა ერთ-ერთი პატარა რაღაც კვლევასავით გაკეთებული, რომ ოფიციალურად სად არის საქართველო ღიად ნახსენები, რომ აი ჩვენ სტრუქტურებს რომ შეუტიეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და რომ გაიტანეს რაღაც ინფორმაცია, რომ დასავლურ რეპორტებში სად ხდება თქო და რომ შეხედოთ ამ 10 წლიან დინამიკას, არასდროს არ ვიყავით მოსვენებულ მდგომარეობაში, რომ თქვა ერთი წელი ვიღაცას დავავიწყდით თან ჩავარდით. არის ისეთი კვლევები, რის შინაარსაც არ გავცნობილია, თუმცა წერია რომ ეს არის კლასიფიცირებული, არ არის ღია, მოხდა და ჩვენ დეტალები არ ვიცით, მაგრამ მოხდა. ანუ ნაწილობრივ კი ბატონო ესკალაცია და რეგიონში რაღაცები ხდება, მაგრამ ჩვენ და მე 2011 წელსაც იუსტიციაში ვიყავი და პირადად ანუ სამუშაო აღწერაში მეწერა და მებარა რომ სახელმწიფო სტრუქტურები უნდა დამეცო კიბერშეტევისგან, ხო? აი იმ 2 წლიდან დაწყებული რაც იქ ვიყავი და უყურებდი როგორ გვიტევდნენ, შემდეგ საბანკო სექტორში, კომერციულ სექტორში, შემდეგ როგორც კონსულტანტი, ანუ სულ ამ რაღაცაზე პულსზე ხელი მიდევს, ასე ვთქვა და უყურებ რომ ყოველთვის ვართ მათი სამიზნე და ყოველთვის რაღაცები ვერ ვიტყოდი რომ დიდად აქტიურად ის არის. ამპლიტუდას თქვა რაღაც კი ბატონო, იმიტომ რომ ყოველთვის ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ასე ვთქვათ არაკეთილის მოსვლე ხან თურქეთის და ირანის სახელით და მათ იმას IP-ს და დროშას ამოფარებული, ხან შეიძლება ჩრდილო კორეის, მაგრამ ჩვენი ცნობილი მეზობელი ასე ვთქვათ ვარჯიშობს ჩვენ ძალიან აქტიურად. თუმცა 2019 წლის და 2020 წლის შეტევები ფაქტობრივად ძალიან ისეთი кейსებად გადაიქცა უკვე. კი ბატონო, მოყვა რაღაცა დიდი პასუხი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ახლა სახელმწიფო როდესაც პომპეო გააკეთებს განცხადებას და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იტყვის, რომ რაღაცა 93%-იან კონფიდენს ლეველით ეს არის კი რაღაცა GRU-სთან აფილირებული ჯგუფი, ჩვენც რაღა დაგვჭირნია იმის გარდა, რომ დაუჯეროთ, ხო? კი ბატონო, ძალიან კაი. მომავალი ნაბიჯების თვალზე ჩვენ დავთქვით სტრუქტურაზე ვისაუბრეთ, შემდეგ ვთქვათ, ანუ კიბერუსაფრთხოებიდან კიბერმდგრადობამდე ძალიან ისეთი შემოვიდეს ეს აქტუალურად და ახლა ერთ წლის წინ წავასწრე ამას, ვთქვათ, უცხოეთში კონფერენციაზე და ეს ესეთი სესია იყო, სწორედ კიბერუსაფრთხოებიდან კიბერმდგრადობამდე. მე ვთქვათ, თქვენი აზრით, ვთქვათ, რა სხვაობა შეიძლება იმაში იყოს, იმიტომ რომ ჩემი გადასახედიდან კიბერმდგრადობა გაცილებით ფართო არის და უფრო კიბერუსაფრთხოებას მოიცავს და გაცილებით მეცაც მოიცავს, ხო? ვთქვათ, ამ მიმართულებით ვთქვათ
საქართველოში რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს და თქვა რა შეიძლება მოვიაზროთ კიდევ თქვა კიბერმდგრადობაში, იმიტომ რომ ძალიან აქტუალური საკითხია მე რომ გითხრათ. გეთანხმებით იმაში, რომ კიბერმდგრადობა გაცილებით უფრო ფართო ცნება არის, ვიდრე კიბერუსაფრთხოება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ კიბერმდგრადობის გაძლიერებაზე, აქ პრაქტიკულად გულისხმობთ იმას, რომ ყველა აქტორი, ყველა მოთამაშე უნდა ჩავრთოთ. და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ იმას, რომ კიბერმდგრადობის გასაძლიერებლად ჩვენ გვჭირდება საჯარო და კერძო სექტორს შორის მუდმივ მოქმედი კიბერუსაფრთხოების თუ კიბერმდგრადობის ის პლატფორმა, რომელიც მოგცემს ინფორმაციის დროულად გაცვლის და შემდგომ დროული რეაგირების შესაძლებლობებს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ეს საკითხები, საფრთხეები უნდა გავიაზროთ ერთიან კონტექსტში, ერთიან ვთქვათ სისტემური ხედვის ჩამოსაყალიბებლად ბუნებრივია აქ გვჭირდება ყველა იმ ვთქვათ დაინტერესებული მხარის ჩართვა, რომელიც ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხე მსგავსი გამოწვევების. რატომ? იმიტომ რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ კიბერსაფრთხეებზე, საბოლოო ჯამში კიბერ შეტევების მთავარი მიზანი რა არის, რომ ხელყოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი. და ეს კონკრეტული ინტერესის ხელყოფა რაში გამოიხატება, რომ დათესოს უნდობლობა საზოგადოებაში, ხელი შეუწყოს სამწუხაროდ ინსტიტუციური მექანიზმების ფუნქციონირების შეფერხებას. მეტიც, როცა ჩვენ ვსაუბრობდით მაგალითად 2019 წლის ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე, ამ ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის სამიზნე არ იყო მხოლოდ სახელმწიფო ორგანოები, ამ კიბერშეტევის სამიზნე იყო როგორც სახელმწიფო ორგანოები, ისევე მედია და კომერციული ორგანიზაციები. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივია გვჭირდება ის ერთიანი პლატფორმა, რომელიც როგორც საშუალოვადიან, ისევე გრძელვადიან პერსპექტივაში მოგცემს უფრო მეტ კიბერმდგრადობას. კი ბატონო, კიბერმდგრადობასთან დაკავშირებით დაგეთანხმებით აბსოლუტურად მაგ კომპონენტში და დავამატებდი ძალიან გისმენდით და ახსენეთ ცნობიერების დონის ამაღლება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თქო სხვადასხვა ჯგუფების ეს იქნება მოსწავლეები თუ მედია თუ რაღაც ფინანსური სექტორი ასე შემდეგ, მაგრამ მე რასაც უყურებ, ანუ უმაღლესი დონის მენეჯმენტის ეს იქნება სადღაც თქვათ მინისტრი და მისი მოადგილე ან კურატორი თუ კომერციულ სექტორში თქვათ C-level გაწყვეტილების მიერ ხალხი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ასე თქვათ ჩართულობას და მათ ზოგადად ცნობიერების ამაღლებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტანდარტში პირდაპირ წერია პირველ გვერდზე პირველ თავში, რომ ეს management buy-in და რაღაც executive support-ი თუ არ არის, ძალიან ბევრი რაღაცა როგორი მატერიალური და თქვათ ადამიანური რესურსი არ უნდა გქონდეს, რაღაცა ცვლილებებს ვერ შეიტან, ხო? და ამ კუთხით ფიქრობ, რომ თუ აი ამ ხრივაც რაღაცა გაძლიერდება მუშაობა და მხოლოდ რაღაცა განცხადების დონეზე არ იქნება კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტი, რომელიღაც უწყებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ უკვე ის public-private partnership-ი რაც ახსენეთ, იგივე სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დამატება და ახალი სექტორები ასე შემდეგ, ყველაფერი, ანუ დიდი ალბათობით და ჩვენი პარტნიორობის დახმარებით, ახალი თაობის და პროფესიული რაღაც მუშახელის გაზრდით დაიძლევა და რაღაც უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ. თუმცა მე მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე რაღაცა კრიტიკული და ესეთი ქრუშალა ამბავი არის ეს ზედა დონის გადაწყვეტილების მიღებების, ცნობიერების დონის აწევაც და რაღაცა მხარდაჭერა. გეთანხმებით ცნობიერების ამაღლება ძალიან აქტუალური თემა არის და სწორედ ის რაც მოხდა თქვა 2019 წლის ოქტომბრის შეშეტევაზე ლაპარაკი, იქ არ მარტო სახელმწიფო თქვა სტრუქტურაში ინფრასტრუქტურაში შეყვარება, ასევე კერძო სექტორისაც რაღაცა და ყველამ თუ არ გაითავისა, რომ ეს არის ერთიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არის ეროვნული საფრთხეების შემადგენელი ნაწილი და რაღაცა, ამ მიმართულებით თუ არ გაითავისა, თუ არ გაიგვეს ყველაფერი, ფაქტობრივად შორს ვერ წავალ და პირდაპირ რო თქვა ასე თქვა, ხო, მარტივად თქვა ეს თქვა. ის რო თქვა C-level და ასე თქვა მაღალი დონის მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ასე თქვა პოლიტიკური ნება არის საჭირო ქვეყანაში კიბერუსაფრთხოება უფრო და უფრო განვითარდეს, უფრო და უფრო სხვა დონეზე გადაიღოს, უფრო და უფრო მაღალ დონეზე გადაიღოს, ესეც ფაქტობრივად ფაქტი არის. მე დიდი მადლობა მინდაგითხრათ მობრძანებისათვის, დიდი მადლობა მინდაგითხრათ გამონახეთ რომ და მობრძანით ჩემს გადაცემაში. მე კი შევახსენებ რადიოსუნებს, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ხათუნა ბურკაცე GeoCases მკვლევარი პროფესორი, გიორგი გურგენიძე საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტი. თემა კი იყო კიბერუსაფრთხოება, რეგიონალური მიდგომები და არსებული გამოწვევები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისათვის. მადლობა. მადლობა. რადიო კომერსანტი და ინტერნეტის განვითარების ინიციატივა წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ საავტორო გადაცემას Cyber Talks.